საღამო მშვიდობისა ძვირფასო მეგობრებო, ჯერჯერობით ვერავის ვხედავ, ერთმა მაინც დამიწერეთ, ხმა სიგნალზე ჩაწეული მაქვს, თუ კარგად ისმის, რომ არ შეგვაწუხოს სარებით არავინ. გამოჩნდება ახლა ალბათ ვინმე. ჯერჯერობით არავინ ჩანს და რაღაცა ჩვენ გვაქვს საფუძვლიანი ეჭვი, რომ ძალიან რაღაცას ფლობენ სოციალურ ქსელში, ისეთ რომ მაქსიმალურად შეზღუდული იყოს ჩვენი პირდაპირ ეთერების გავრცელება, საფუძვლიანი ეჭვი ამისი და მაქვს რაღაცა ფაქტები. ჯერჯერობით არავინ არ ჩანს, აბა ვინმე დაწერეთ კომენტარი. ეთყობა არ ვართ პირდაპირ ეთერში. ხო, აი ერთი ადამიანი გამოჩნდა. დაგვიწერეთ აბა ვინმე თუ ისმის ხმა კარგად. ძალიან კარგი. ზალკანიანმა ხელი მოაწერა პირველ შეთანხმებას, ხოლო წელს თქვენ იცით რომ 17 ისლამური სახელმწიფოს გაეხსნა მარტივად არაბული ქვეყნებიდან უვიზოთ შემოსვლის უფლება. ჩვენ ხვალ უნდა დავანახოთ არსებულ რეჟიმს, რომ ქართველი ხალხი ამას არ შეეგუება. ეს არის მიზანმიმართული მოქმედება. მე პირდაპირ გეტყვით, რომ ეს ხალხი, რომელიც დღეს ხელისუფლებაში არიან და თუნდაც წინა ხელისუფლებაში, ძირითადად არის გვარგადაკეთებული, ეროვნება შეცვლილი ხალხი. ამათ არც სული აქვს ქართული და არც ჯიში და არც გენი ქართული და ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ მხოლოდ და მხოლოდ ფული იშოვონ. მშენებლობის მტვერშია გახოვული მთელი თბილისი, ხედავთ თქვენ, უკონტროლოთ რამდენი კორპუსები შენდება და ვინ ყიდულობს ამ კორპუსებს, ხვდებით თქვენ. აქ არის უზარმაზარი რაოდენობის, ესე იგი, ბინადრობის მოწმობები გაცემული. ჯერ კიდევ 2022 წლის 19 ოქტომბრის მონაცემი მაქვს აგერ ამოღებული და 56930 ბინა იყო მაშინ, ჯერ კიდევ ეს როდის, აი დასაწყისში გაცემული და გადაამრავლეთ საშუალოდ ბინაში 3 ადამიანი მაინც ცხოვრობს და დღეს რა იქნება უბრალოდ. დღეს მიუწვდომელიც არის, მიუხედავად იმისა, რომ გასულ წელს ხელისუფლებამ ჩაატარა აღწერა, დახარჯა ჩვენი ბიუჯეტის ფული, აბსოლუტურად, ესე იგი, გასაიდუმლოებულია და მიუწვდომელია ყველასათვის რა ხდება, იმიტომ რომ თავადაც ეშინიათ ამის გამოქვეყნების. ესე იგი, გაცემულია უზარმაზარი რაოდენობის, აგერ აი იმ დროისთვის 2022 წლისთვის 25533 სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი იყო გაცემული უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე. 11393 არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთები. ეხლა ამ 3 წელში რა მოხდა, თქვენ დანარჩენი ანალიზი თქვენ გააკეთეთ. მთელი თბილისი გარშემო მთლიანად არაბების ხელშია. მცხეთის გარშემო მთელი ტერიტორია ებრაელების ნაყიდია. იქით ასევე წეროვანი ისოდეს ყველა. ერთი აი ახლა ხშირად წყდება, ძალიან სუსტია სიგნალი მაჩვენებს. ერთი რამეც იცოდნენ, ჩვენ აბსოლუტურად არაკონსტიტუციურად, არასამართლიანად გვექცევა არსებული რეჟიმი. იცით თქვენ, რომ ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე დაგვიბლოკეს ფონდი ანგარიში, გაერთიანების ფონდის ანგარიში
და თუ ასე აპირებენ გაგრძელებას, რომ ჩვენ ყველა სამართლებრივი გზა მოგვიჭრან, ვიცი ეხლა რომ ძალიან ბევრი სპეცსამსახურის და უშიშროების წარმომადგენლები ისმენენ და აი პირდაპირ და ხელისუფლების პირდაპირ ვეუბნებით მათ. ჩვენ არ ვაპირებთ ანტიკონსტიტუციურ არასამართლებრივ მოქმედებას, მაგრამ თუ ყველა გზას ამოგვიწურავთ, მაშინ ჩვენ აი ამ წმინდა ბრძოლას, რასაც ქვია ქართველთა დიდი გაერთიანება მამული ენა სარწმუნოებისთვის, ჩვენთან ერთად კიდევ ჩვენს მხარდამჭერებს, ხალხს, ქართველ ხალხს, ერთადერთი დაგვრჩება წმინდათა წმინდა უფლება, საყოველთაო სახალხო აჯანყება და ნუ მიგვიყვანთ აქამდე. მერე დანდობა აღარ იქნება, იცოდეთ, მერე აღარ იქნება, რა ქვია იმას, ჩინჩალაძე და მურუსიძის სასამართლოები, სტალინი მოგენატრებათ მერე. ისიაგეთ პასუხს ერისა და სამშობლოს წინაშე. აი ეს გაფრთხილება, ეს აუცილებლად მოვა, აუცილებლად დადგება ეროვნული დიას, ეს ვაჭრუკანა პოლიტიკოსები, ვითომ პოლიტიკოსები, გამყიდველები ვერ გაუძლებენ ვერანაირ შემთხვევაში აზერბაიჯანელი ირანელები უნდა მიიღოს აზერბაიჯანმა. ირანელი სომხები უნდა მიიღოს სომხებმა. რაც შეეხება ფერეიდნელებს თუ ქართველებს თუ შეექმნებათ საფრთხე, ძალიან დიდი მომხრე ვიქნები მე, რომ ისინი ჩავასახლოთ იქ, სადაც ჩვენ გვიჭირს ეთნიკურად, თუნდაც სამცხე-ჯავახეთში. მოკლედ, მეგობრებო, აბსოლუტურად ანტიქართული პოზიცია უჭირავს დღევანდელ ხელისუფლებას. გაყიდულია აგერ აი ოფიციალური მონაცემებით, როგორც გეუბნებით, ქართული მიწები იყიდება ყოველდღე და განხილვაშია დაახლოებით აი 1000-ობით და 10,000-ობით დარეგისტრირებული ისინია განხილვაში და აი ამ იმაზე ახლა სადაც შენდება ეს სახლები ჯერჯერობით კიდევ ჩამოსახლებულები არ არიან და ამ 100-ობით ჰექტარებზე ახლა სადაც შენდება ეს არაბების მიერ თუ პაკისტანელების მიერ თუ ინდოელების მიერ, იქ ჩამოვლენ ზუსტად ის ხალხი თანდათან და დასახლებიან კომპაქტურად. ესე იგი, ყველაფერს ყიდიან, ქართულ გვარებს ყიდიან. იცით თქვენ, რომ ძალიან ბევრმა მიიღო უკვე გელაშვილების გვარი. ყიდიან აბსოლუტურად ყველაფერს, გაყიდულია მდინარეები, ტბები, ტყეები, რა ვიცი მე და იცით თქვენ ხარაგაულში ადრე ისეთი ინციდენტიც მოხდა ზვარელი გლეხების ცემეს იქ შეშასიპარავთო ჩინელებმა. მოკლედ ჩვენ ვიყვანონ მიგრანტები. მოკლედ მეგობრებო, მე ბევრს არ გავაგრძელებ, ეხლა ჩვენი ქართველთა დიდი გაერთიანება მამული ენა სარწმუნოებისთვის, ვინც არის აქ ჩვენთან რეგისტრირებული და ასევე ვინც აპირებს ასევე შემოგვიერთეთ ეს ამ წმინდა მამულიშვილურ ბრძოლაში, ყველას მოუწოდებ გააზიარეთ აი ეს ვიდეო, რომ ხვალ დედაენის ძეგლთან უნდა მივიდეთ ქუდზე კაცი 15 საათს. უნდა დავანახოთ არსებულ რეჟიმს, რომ ქართველი ხალხი არასოდეს შეეგუება აი ამ დიდ საუკუნის ღალატს. არც ერთი საქართველოს მოქალაქეს, ნუ იქნებით 7-ად. არ ექნება მერე იმის ილუზია, რომ მისი შვილი ამ სახელმწიფოში, ამ თავის სამშობლოში გაიხარებს. არავინ აღარ გაახარებს მერე. თქვენ არ იცნობთ აი ამ ზანგებს და ამ ისლამური ქვეყნების ხალხს, რომლებსაც ჩაკეტილი აქვს საზღვრები ყველა ქვეყანასთან და რომლებსაც ახლა ჩვენ გაუხსენით, ეს რა ხალხია კიდევ არ იცით, ესენი ჯგუფებად რო შემოვლენ, აქ უნდა გქონდეს ქართველებს ომი. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ხვალ შეიძლება არ განვახორციელოთ პირდაპირ ეთერი, იმიტომ რომ ძალიან კარგად ვიცით, რომ ძალიან ბევრს უყვარს წამოუწვევი და სახლიდან უყურებო, ამიტომ დიდი ალბათობით ვფიქრობ, რომ არ განვახორციელებ, ხოლო ემიგრანტებისთვის ჩვენ სპეციალურად ჩავწერთ მერე და მივაწოდებთ ხვალინდელ აქციას. დათაწმინდა უფლება საყოველთაოდ წყდება
ჩვენ დაგვრჩება წმინდათა წმინდა უფლება საყოველთაო სახალხო აჯანყება, რომ ჩვენი სამშობლო გადაურჩინოთ ქართულ ხალხს. ღმერთი იყოს ჩვენი ფარველი, ძვირფასო მეგობრებო, აი ამ ბრძოლაში, ამ წმინდა ბრძოლაში და იმედია ქართველიერი გამოიღვიძებს ხვალიდან ფერფლიდან აღდგება და დიდი ეროვნული მოძრაობა ფრთებს გაშლის ხვალ 15 საათიდან. მადლობთ ყურადღებისთვის, გელოდებით დედაენის ბაღში, დედაენის ძეგლთან.